საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლეებს შორის გორელმა მოკრივებმა წარმატებით იასპარეზეს. გორის ავთანდილ შოშიაშვილის კრივის სკოლის აღსაზრდელებმა 4 მედლის მოპოვება შეძლეს. პირველი ადგილი დაიკავდა საქართველოს ჩემპიონი გახდა საბა დვალიშვილი, ვერცხლის პრიზიორი მიხო კანდელაკი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ზვიად ჭუჭყიანი და ლუკა ქიტუაშვილი გახდნენ. ქვეყნის კრივში ქუთაისმა 12-18 მაისს უმასპინძლა. ქალაქ ქუთაისმა უმასპინძლა მოსწავლე მოკრივეთა შორის იასპარეზზე 54 კილოგრამ კატეგორიაში, ჩავატარე 4 ბრძოლა, დავასრულე წარმატებით, გამოვიარე რთული ბრძოლებით, დავიკავე პირველი ადგილი. შედეგით ვარ კმაყოფილი და სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვეცდები, რომ იგივე სინჯის მედალი დავიკავო. შეჯიბრი ჩატარდა ქუთაისში, საქართველოს პირველობა, ჩავატარე 2 ბრძოლა, მეტოქეები ძლიერები იყვნენ. დავიკავე მესამე ადგილი. მაყოფილი ვარ და პირობას გაძლევთ, რომ გავაუმჯობესებ ჩემ შედეგს. მე ვარ მიხო კანდელაკი, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ქალაქ ქუთაისში, ჩავატარე 2 ბრძოლა, ვიყავი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 1 ბრძოლა გავიმარჯვე და ფინალი სადღაცა თან ვიგები, თან ავიდია, დავწმე რა ფინალი მაინც წავაგე. ქუთაისში გაიმართა ბოქსის საერთაშორისო ტურნირი. საქართველოს ჩემპიონატი დავიკავე მესამე ადგილი. მომიწია 3 ჩხუბი, მანდიდან 1 მოვიკი. 1 წავაგე. დავიკავე მესამე ადგილი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგი და სამომავლოდ ვაპირებ, რომ გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. ჩვენ დარბაზიდან მიიღო 6-მა მოკრივე მონაწილეობა, აქედან დაიკავა 4-მა საპრიზო ადგილი, 1 პირველი ადგილი ავიღეთ, 1 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი. შეჯიბრი იყო ძალიან ხისეულად ჩატარებული, ესეთი მსაჯობა დიდი ხანია, 25 წელიწადია კრივში ვარ და არ მინახია, ძალიან ობიექტივები იყვნენ. ჩატარდა უმაღლეს დონეზე, შედეგითაც რომ გითხრათ, კმაყოფილები ვართ, მეტნაკლებად, მაგრამ მომავალში აუცილებლად გავაუმჯობესებთ. და ჩვენი დარბაზის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩემ დარბაზის მწვრთნელს, ჩემს კოლეგას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გვერდით-გომისთვის, ჩვენს პრეზიდენტს ბაგდონ დექალობჟანიძეს, დიდი მადლობას ვუხდი ჩვენი კრივის, ჩვენი დარბაზის დირექტორს ბატონ ავთანდილ შოშიაშვილს და ყველას დიდი მადლობა.